არსებობს რამდენიმე მოცემულობა, რომელსაც პატარაობიდან უნერგავენ ბავშვებს და პირდაპირ არ შეიძლება. აი რატომ? ამაზე კითხვა ბავშვებს არ აქვს. ნუ მაგალითად ის რომ ფერად-ფერადი ლამაზ-ლამაზი წვენები, ასევე გაზიანი სასმელები არის მავნებელი ორგანიზმისათვის. თუმცა ბავშვები არიან გაგვირებული და ვერ ხვდებიან რატომ. თუმცა ბევრი უფროსიც ვერ ხვდება რატომ. სწორედ ამ თემებზე სასაუბროთ მოვიწვია დღეს ჩვენი სტუმარი, საკვების უნებლობის სპეციალისტი, ქალბატონი სურსათის უნებლობის სპეციალისტი ქალბატონი მარიამ ჩაჩუა. დილამშვიდობისა მარიამ. მარიამ, ერთი რამ უდავოა, რომ ბაზარზე არსებული გამაგრილებელი სასმელების უმეტესობა არის ძალიან გემრიელი, რომელზეც ვერც ბავშვი იტყვის უარს და ვერც უფროსი. მაგრამ აი რატო არის ამაზე ასეთი აჟიოტაჟი ატეხილი? მივესალმებით ჩვენს მაყურებელსაც. უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ ტერმინს წვენი. ყველა სასმელისთვის, რომელიც ბაზარზეა, რომელიც გაზირებული არ არის და ალკოჰოლური არ არის, ხომ? სინამდვილეში ასეთ პროდუქტებს წვენი არც აწერიათ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ტექნიკური რეგლამენტი ადამიანისთვის განკუთვნილი მოხმარებისთვის წვენისა და მსგავსი პროდუქტების შესახებ, ასევე ეტიკეტირების წესი, რომელს მიხედვითაც განისაზღვრა თუ რა შემადგენლობის უნდა იყოს წვენი, რომ რეალურად მას დაეწეროს წვენი და ეტიკეტზე რა ინფორმაცია უნდა იყოს განთავსებული. ამ დადგენილებების მიხედვით ხილის წვენი შეიძლება დაეწეროს შეფუთვას, თუ ის არის ნამდვილად მწიფე ხილის ვარგისი ნაწილებისგან ჩამოწურული წვენი, რომელსაც არ აქვს დამატებული არაფერი სხვა ინგრედიენტი, ესე მარტივად რო ვთქვათ. სხვა შემთხვევაში მას წვენი არ ეწოდება. არის სხვადასხვა ტექნოლოგიით მიღებული პროდუქტები, მაგალითად ეს შეიძლება იყოს კონცენტრატისგან დამზადებული ხილის წვენი ან ნექტარი, რომელთაც ასევე თავისი გაწერილია მათი შემადგენლობა, როგორი ტექნოლოგიის უნდა იყოს ეს პროდუქტები. ამ შემთხვევაში რა აწერია ამას წვენი თუ არა წერია? ნექტარი. ის რასაც ჩვენ წვენს ვეძახეთ, ძირითად შემთხვევაში მუყაო შეფუთვებით ხვდებით ხოლმე, ხო? ასეთ პროდუქტს ყველას აწერია ნექტარი, ხილის ნექტარი. ასევე არის კონცენტრატისგან დამზადებული ხილის წვენი. ხილის წვენს ეცლება, ასე ვთქვათ, მექანიკურად ასეთ შემთხვევაში წყალი, ასე უფრო მეტად მარტივია ტრანსპორტირება, შენახვის ვადაც ხანგრძლივდება, იღება სიროფის მაგვარი მასა, რომელსაც უშუალოდ წარმოებაში ჩაშვებამდე ემატება წყალი, შეიძლება შაქარიც იყოს დამატებული და ესე მიიღება კონცენტრატისგან მიღებული ხილის წვენი. ღირსეული პროდუქტია, ვთქვათ, სხვა სასმელებთან შედარებით, თუმცა რა თქმა უნდა, მას შენარჩუნებული არ აქვს იმ ხილისთვის დამახასიათებელი ვიტამინები, მინერალები, გემო, რა თქმა უნდა და ორგანოლეპტიკური მახასიათებლები თავისთავად. მაგრამ გვაქვს ჩვენ კიდევ ნექტარი, რომელსაც ბაზრის უდიდესი ნაწილი უკავია რეალურად. ეს არის ხილის წვენზე ან კონცენტრატისგან დამზადებულ ხილის წვენზე, ან თავად კონცენტრატზე წყლის დამატებით, ასევე შაქრის დამატებით. შესაძლოა საკვებ დანამატებით იყოს დამატებული, მაგალითად ასკორბინის მჟავა, რომელიც რეალურად C ვიტამინია, თუმცა ამის აფიშირება როგორც C ვიტამინის არ არის დაშვებული კანონმდებლობით, ვინაიდან ის კონსერვატის ფუნქციას ასრულებს ამ შემთხვევაში და სხვა საღებავები, თქვა გემოს გამაძლიერებლები და ასე შემდეგ შესაძლოა იყოს დამატებული ასეთ პროდუქტზე. და მოდით ვთქვათ, რატომ არის ეს მავნებელი? თუ ეს მოარული აზრია და არც არაფერი არ არის ისეთი არამავნებელი. ნახეთ, ლიმონათთან ერთად ვიტყვი, მოდი, იმიტომ რომ ბავშვებს ძირითადად წვენებთან ერთად ლიმონათის გაზიანი სასმელი ძალიან უყვარს, დიახ. გაზიანი ლიმონათი თავის დროზე როდესაც კეთდებოდა, მაშინ საკმაოდ სასარგებლო პროდუქტიც იყო ადამიანის, რომ ხილის წვენისა და ვაჟინისგან როცა კეთდებოდა, მაგრამ დღეობით ბაზარზე წარმოებული ლიმონათები უდიდესი ნაწილი შეიცავს დამატკბობლებს, საღებავებს, ხელოვნურ საღებავებს, არომატიზატორებს და სხვა საკვებ დანამატს, რომლებიც ნამდვილად მავნია ჩვენი ორგანიზმისათვის. ასეთი არის მაგალითად ასპარტამი, ეს არის ხელოვნური დამატკბობელი, რომელიც გამოიყენება ძირითადად ტკბილ გაზიან სასმელებში, მით უმეტეს თუ აწერია პროდუქტს, რომ 0% შაქარ შეიცავს. რატომღაც თავისთავად ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან კარგი პროდუქტია, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ დიაბეტური სურსათი არის განკუთვნილი მხოლოდ დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის. რეკომენდაცია მხოლოდ მათ ეძლევა. ჯანმრთელი ადამიანისთვის მისი ხშირი მიღება საზიანოა. ასპარტამი ეს არის დამატკბობელი, რომელიც მაღალ გრადუსზე, 30 გრადუსზე ან მასზე მეტ ტემპერატურაზე უკვე გარდაიქმნება ტოქსიკურ ნივთიერებად. ამიტომ აქვს მნიშვნელობა ასევე, როგორ
ინახება, როგორ პირობებში ინახება ყველი გაზიანი სასმელი, იმიტომ რომ ზის პირდაპირ სხივების ქვეშ, როგორც ვთქვი, სხვადასხვა ნივთიერება შესაძლოა ტოქსიკურად გარდაიქმნას, მით უმეტეს თუ ეს პლასმასის ბოთლებშია და ძირითადად ასეთ შეფუთვებში ვხედავთ. გარდა ამისა არის საღებავები, ვფიქრობ ეკრანზეც გამოჩნდება მაყურებლისთვის, რომ უფრო თვალსაჩინო იყოს, ის ჩამონათვალი, რომელიც არის ძალიან საყურადღებო ასევე და ბავშვებისთვის პირველ რიგში არის არარეკომენდირებული, იმიტომ რომ პირდაპირ აწერია ხოლმე შეფუთვებს. შესაძლოა უარყოფითად იბექოდეს ბავშვთა ყურადღებასა და აქტიურობას. ეტიკეტირების წესი, როგორც ვახსენე, ავალდებულებს მწარმოებელს, რომ ყველა ინფორმაცია იყოს დატანილი, განსაკუთრებით აი ეს ხელოვნური საღებავები, რომელიც არც თუ ისე იშვიათად შედის ლიმონათებში, დღევანდელ ბაზარზე საკმაოდ ხშირად შემოხვედრია მაგალითად ტარტრაზინი, I102 არის მისი კოდი, რომელსაც პირდაპირ უწერია, რომ შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვთა ყურადღება დეფიციტი. ასევე შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერაქტიულობა, ქცევის მოშლა, ნერვულ სისტემაზე იქონიოს გავლენა და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეტიკეტი წავიკითხოთ. პირველ რიგში ასაც ეტიკეტზე ყურადღებას ვაქცევთ, ეს არის დასახელება, თუ წვენი არ აწერია, ესე იგი უკვე ცხადია რომ ის წვენი არ არის და შესაძლოა იყოს თქვა ნექტარი სხვადასხვა დანამატებით და შემდეგი რა თქმა უნდა ეს არის ვარგისიანობის ვადა და შემადგენლობა. შემადგენლობაში აი ეს ნივთიერებები თუ ამოვიკითხეთ უმჯობესი ასეთი პროდუქტისგან თავი შევიკავთ. რა თქმა უნდა ისიც მაინტერესებს ეს ეტიკეტირებას ხომ აპატიეთ. ეტიკეტირებას არეგულირებს კანონი. ეს გავიგეთ. თუმცა ეს ეტიკეტირებაზე რაც არის დატანილი ეს მავნე ნივთიერებები დაუშვათ. ეს არის მავნე ნივთიერებები, ანუ მიღებიდან გრძელვადიან პერსპექტივაში, ასე ვთქვათ, ხო? ანუ პირდაპირ არ გვაძლევს ეს რაღაც უარყოფით შედეგს, ხო? ერთი ბოთლი რო დავლიოთ, არაფერი არ დაგვემართება. მაგრამ კანონი რამდენად არეგულირებს მსგავსი მავნე ნივთიერებების შეყვანას სხვადასხვა პროდუქციაში და მაინტერესებს ეს უფრო ეხება ქართულ პროდუქციას თუ უფრო შემოტანილს? იმპორტირებულსაც და ქართულ პროდუქციასაც. ნახეთ რა არის თემა, ესენი არ არის აკრძალული საკუთარ დანამატები. ჩვენ იცით რომ ასოცირების ხელშეკრულებას რაც ხელი მოწერთ, მას მერე საკანონმდებლო მიახლოების პროგრამა გაქვთ და მათ შორის რუსეთის უნოლობაში არის გეგმა გრაფიკის შედგენით, რომელი საკანონმდებლო ცვლილებები უნდა მივიღოთ. ეს არ არის აკრძალული საკუთარ დანამატები. მე ხაზგასმით ვთქვი რომ ბავშვთა ყურადღებასა და აქტიურობაზე შესაძლოა იქონიოს გავლენა. მაშინ კითხვა დაებადება მაყურებელს, თუ როგორც თქვენ დაგებათ, ხო, მაშინ რატომ არის დაშვებული თუ ბავშვი ასეთი უარყოფითი რეაქცია აქვს? მით უმეტეს ეს არის ხშირ მოხმარებაზე საუბარი და ძალიან ბევრ ჩვევაში აქვს უკვე რომ თქვა სადილთან ერთად ყოველთვის არის ტკბილი გაზიანი სასმელი. ეს არ არის საბავშვო პროდუქტი, ეს არ არის ბავშვთა კვება. ამიტომაც არის დაშვებული მსგავსი საკუთარ დანამატების გამოყენება. რადგან პირდაპირ ბავშვზე არის აქცენტი. ბავშვთა კვება ვიცით რომ არის აფთიაქო ქსელის კვება, იქ რა თქმა უნდა რომ დაშვებული არ არის მსგავსი საკუთარ დანამატების გამოყენება. ეს არის პროდუქტი, რომელსაც აგრეთვე მოიხმარს ხოლმე ბავშვი, თუმცა რეალურად მას შიშაკრის დიდი რაოდენობის გამო, საღებავების გამო, გემოს გამოძლიერებულების გამო რეკომენდირებული არ არის ბავშვებისთვის მისი ხშირი გამოყენება. და რომ გადავიდეთ ხო, ერთი ძალიან საინტერესო კითხვა პირადად მე რაც გამიჩნდა, იმიტომ რომ ჩემ პატარას ეხება ეგ ჩემ შვილიშვილს, სლაშები არის ძალიან პოპულარული. ეგრეთ წოდებული სლაშები. და ენერგეტიკული სასმელები ხო საერთოდ? სასმელები ეს უკვე უფროსების ამბავია. აი ამათთან დაკავშირებით 1-2 სიტყვა. კი ბატონო. ძალიან მწუხარო სლაში ასეთი პოპულარული სასმელია. იცით რომ ცოტა ხნის წინ მოხდა შემთხვევა რომ ბავშვს პირდაპირ ინტოქსიკაცია დაემართა ადგილზევე ამ სლაშის მიღებისგან. ამის გამო დუბლინის უნივერსიტეტის კოლეჯმა ჩაატარა კვლევა, 21 შემთხვევა გამოიკვლეს იმ ბავშვების, რომელსაც პირდაპირ მომენტალურად დაჭირდათ ჰოსპიტალიზაცია ამ სლაშის წვენის მიღების შემდეგ და დადგინდა რომ უარყოფით გავლენას ახდენს პირდაპირ ბავშვთა ჯანმრთელობაზე, სისხლში მკვეთრად ეცემა შაქრის ოდენობა და შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა და მათ შორის კრუნჩხვაც. ამის მთავარი მიზეზი არის გლიცეროლი, ეს არის დამატკობელი ხელოვნური, რომელიც აგრეთვე დამატკობლის გარდა ასრულებს ფუნქციას, რომ ეს ნახევრად გაყინული სასმელი შენარჩუნებული იყოს მისი ტექსტურა, როგორც
როგორც ასე ვთქვათ, ინდუსტრიული მიზნებისთვის არის საჭირო, ხო? ამიტომ რეკომენდაცია პირდაპირ გაიცა, რომ გლიცეროლის შემცველი, ეს არის E422, მისი კოდი ასეა, გლიცეროლის შემცველი ნახევრად გაყინული სასმელი 4 წლამდე საერთოდ შეიზღუდოს, ხოლო 4 წლის ზემო, 5 წლის ზემოთ უკვე შეზღუდული რაოდენობით იყოს გამოყენებული, თქვათ, არა ყოველდღიურად, არა დღეში რამდენჯერმე ერთბაშად რამდენიმე, თქვათ, ჭიქის მიღება მით უმეტეს არ შეიძლება და ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ზოგადად როგორც დამატკობლებს, ასევე ხელოვნურ საღებავებს და ამ სლაშებში ძირითადად ხელოვნური საღებავები არის, რა თქმა უნდა, დამატებული. ხო, ენერგეტიკული საინტერესოა, იმიტომ რომ ენერგეტიკულის ეტიკეტირებას როცა კითხულობ, რეალურად ვერ არაფერი არ წერია ისეთი. არაფერი არ გვეცნობა, ხო მართალია. ნუ ენერგეტიკული სასმელის მთავარი დანიშნულება არის, რომ ატონიზირებელი ეფექტი აქვს, ხო? ეს რის ხარჯზე ხდება? კოფეინის ხარჯზე, შაქრის დიდი შემცველობის ხარჯზე და სხვადასხვა დანამატების, მათ შორის ბეჭდ-ჯგუფის ვიტამინების მეგადოზების ხარჯზე, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ მას აქვს ძალიან ხანმოკლე, ასე ვთქვათ, ეფექტი, მატონიზირებელი, შემდეგ შესაძლოა პირიქით ვიგრძნოთ ენერგიის ვარდნა. შეიცავს დიდი რაოდენობით კოფეინს, დაახლოებით 1 კილა შეიძლება 4-5 ჭიქა ყავას უდრიდეს ერთბაშად. რაც შესაბამისად იწვევს შემდეგ მიჩვევასაც. რა თქმა უნდა, მიჩვევასაც იწვევს, იმიტომ რომ კოფეინი ტვინში დოფამინის სტიმულაციას ახდენს და შემდეგ უკვე როდესაც აღარ ვაწვდით ტვინს უკვე გვინდება ორგანულად. გარდა ამისა, კოფეინი შარდმდენია და დეჰიდრატაციასაც იწვევს. მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად მოიხმარენ და დღეში რამდენიმესაც მოიხმარენ. აი აქ არის ზუსტად პრობლემა და არა ის იშვიათობა, როდესაც თქვა შეიძლება ადამიანმა გამოიყენოს, ხო? გარდა ამისა, მასში არის დიდი რაოდენობით შაქარი, რომელიც, ნუ, სუქნის მაპროვოცირებელიც არის, რა თქმა უნდა, და გლუკოზასაც წევს სისხლში. გარდა ამისა, კიდევ მასში არის ტაურინი, ეს რეალურად არის ამინომჟავა, რომელსაც ჩვენი ორგანიზმიც გამოიმუშავებს, ესე ცალკე მავნი არ არის, მაგრამ ხელოვნურად როდესაც არის დამატებული კოფეინთან კომბინაციაში, როდესაც არის უკვე ნერვულ სისტემაზე ახდენს გავლენას, შფოთვებს იწვევს ადამიანში პირდაპირ და შესაძლოა დეპრესიისკენ მიდრეკილიც გახადოს. გარდა ამისა, როგორც თქვა, არის ბეჭდ-ჯგუფის ვიტამინების მეგადოზები, რომელიც თირკმელზე იწვევს დატვირთვას და ძალიან საშიში არის მისი ალკოჰოლურ სასმელთან ერთად მოხმარება. ძალიან ხშირად გაგვიგეთ მიღებული ფორმა, ენერგეტიკული სასმელი ალკოჰოლთან ერთად კოქტეილებში, ხო? თუმცა ასეთ დროს კიდევ უფრო იზრდება, ასე ვთქვათ, მისი მავნეთვისებები და მან ის, ასე ვთქვათ, ფარავს ალკოჰოლის სედაციურ ეფექტს და პირდაპირ ვთქვათ, ადამიანი სიმთვრალეს ვეღარ გრძნობს რეალურად რა დონეზეც არის. და რა თქმა უნდა, უნდა მოერიდოს მით უმეტეს არასრულ წონები პირდაპირ შეზღუდული. თან ეს აკრძალულიც კი ამათზე გაყიდვა ენერგეტიკული სასმელი. ძალიან სწორად არის აკრძალული. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, ეს თემა მგონი რომ მართლა ამოუწურავია და ბევრი საუბარი შეიძლება, თუმცა რა თქმა უნდა დროში შეზღუდულები ვართ და აქვე შემაჯამებელი სიტყვით ვიტყვი რომ დავლიოთ წყალი. ესე გამოდის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ახლა სპორტის დროა. ჩვენს ეთერში და ლუკა ჯოჯუას ველოდებით.